მოგესალმებით. პაატა გულიაშვილთან დაკავშირებით ერთ ვიდეოს წავაწყდი შემთხვევით ინტერნეტ სივრცეში და დიდი ხანია ამ თემასთან დაკავშირებით მინდოდა გამეკეთებინა ეს ჩანაწერი და განმეხილა ეს თემა. ეხლა მინდა რომ თქვენ გაჩვენოთ რა ვიდეოზეა ლაპარაკი. ამ ვიდეოში პაატა გულიაშვილი ვითომ და ანეკდოტს ყვება კახელებთან დაკავშირებით, რომ კახელმა ცოლი მოიყვანაო და ტრაქზე ეფერებოდაო და რა კარგი ყოფილა უკუდო ტრაკიო და აი ამით, ესე იგი, ვითომ მან იხუმრა, რომ აი კახელები ვირებთან არიან დაკავშირებულები, რა გაგებით რომ ვირებს ხმარობენო, ესე იგი და შესაბამისად აი ეს ანეკდოტიც ვითომ და სასაცილო ანეკდოტი მოყვა მან. მინდა რომ ეხლა ეს გაჩვენოთ და მინდა რომ განვიხილო შემდგომ და დაელოდოთ ჩემს განხილვასაც თუ გიგსურთ. კახელმა ცოლი მოიყვანა რა და პირველი ღამეა და ესე დააყედა საწოლთან ახლოს და უკანალზე ეფერება რა. რა კაი ყოფილა უკუდო ტრაკიო. მე ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ თითქოს კახეთში იმდენად ინტენსიური იყოს ასეთი რამ, ესე იგი ვირების მიმართ, სახედრების მიმართ აი ასეთი დამოკიდებულება, სექსუალური დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, ვერავინ დამაჯერებს, რომ ისეთი მასობრივი იყოს, რომ აი ასეთ ანეკდოტებს უნდა უძღვნიდნენ პაატა გულიაშვილი იქნება თუ სხვა რომელიმე ადამიანი, მით უმეტეს ასე საჯარო ინტერნეტ სივრცეში, როდესაც აი ასეთი ვიდეოები იდება, ეს არანაირად არის მისაღები. თუ კი ალბათ კახეთში და არა მხოლოდ კახეთში, ზოგადად ალბათ არსებობს ასეთი ასე ვთქვათ ამბები, ნამდვილად ალბათ არსებობს, რომ ვიღაცას სახედართან ჰქონია რაღაც ასეთი სექსუალური ურთიერთობა, მაგრამ მე ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ ეხლა კახელები ისე არიან მთლიანად აი გახწნილები და გადაგვარებულები, რომ აი აგერ ჩვენ აქ ვირებთან გქონდეს ურთიერთობა და ეხლა თურმე მოვიდა დრო იმისა, რომ ანეკდოტიც კი ვთქვათ აი ამაზე და შესაბამისად აგერ პაატა გულიაშვილიც ვითომ რომ სახუმარო გონია ეს საკითხი, აი ასე ხუმრობდეს. ჯერ ერთი უნდა ითქვას ის, რომ თუ კი არსებობს დღეს ასეთი შემთხვევები, რომელიმე კახელს თუ არა კახელს მნიშვნელობა არ აქვს ამას, აქვს სექსუალური კავშირი რომელიმე პირუტყვთან, ეს იქნება სახედარი იქნება თუ რომელიმე სხვა პირუტყვი იქნება, აუცილებელი არის ამ პრობლემის ასე ვთქვათ გადაჭრა და არა ამაზე ხუმრობების დაწერა და ანეკდოტების თქმა. საქმე იმაშია, რომ იმთავითვე ჯერ კიდევ აგერ მოსე წინასწარმეტყველის პერიოდში, როდესაც ღმერთმა რჯული მისცა ადამიანებს, აქ აი ამ რჯულში, რომელსაც ასევე მოსეს რჯულიც ეწოდება, ჯერ კიდევ მთელი რიგი მითითებები არის დაწერილი და ერთ-ერთი მითითება ეხება იმასაც, რომ არ შეიძლება პირუტყვთან ქალმა ან კაცმა იქონიოს სექსუალური კავშირი. არ შეიძლება ეს, ვინაიდან ღმერთმა პირუტყვები, ცხოველები არ შექმნა ჩვენთან აი ასეთი კავშირისთვის. ჯერ კიდევ როდის, ესე იგი, როგორც ჩანს, ადრეც არსებობდა ასეთი ურთიერთობები, ესე იგი, ცხოველსა და ადამიანს შორის, რაც ღმერთს არ მოსწონდა, რა თქმა უნდა და ესე იგი, ღმერთმა თავის წერილშიც კი ჩაწერა ეს, რომ არ შეიძლება პირუტყვთან ვიქონიოთ სექსუალური კავშირი და ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ადამიანს, იგივე პაატა გულიაშვილსაც ეხება ეს, მეც მეხება და ნებისმიერ სხვა ადამიანსაც, ვინც ბიბლიას კითხულობს, ხო? ესე იგი, ღმერთმა ყველა ადამიანს დაგვიწესა ეს კონკრეტული კანონები, რის გარშემოც ჩვენ უნდა ვიტრიალოთ, ასე ვთქვათ და ამ კანონებს არ უნდა გადაუხვიოთ და ერთ-ერთი არის ეს
პირუტყვთან სექსუალური კავშირის აკრძალვაც. ღმერთმა ეს კანონი დღესაც მომქმედია. თავდაპირველად საქმე იმაშია, რომ როდესაც ღმერთმა ცხოველები გააჩინა პირუტყვი, გააჩინა ამავე დროს აგერ კაციც, ადამიც და ადამიანს, როდესაც ღმერთმა უთხრა, რომ ადამიანს ყოველი პირუტყვისთვის დაერქმია სახელი, ბიბლიაში წერია ის, რომ ადამიანს არ გამოუჩნდა შემწეო. ხოლო შემდგომ ამისა ღმერთმა ადამიანს გაუჩინა მისი შესაფერისი, მისი ასე ვთქვათ, ხორცთაგანი და მისი ძვალთაგანი, რომელსაც ადამიანმა დაარქვა დედაკაცი და შემდგომ ამ დედაკაცს ეწოდა ასევე ადამიანმა დაარქვა ევა, ვინაიდან ევა ნიშნავს სიცოცხლეს და სწორედ ევა გახდა ყოველი ადამიანის დედა. ჩვენი პირველი წინაპრები არიან ეს ადამი და ევა. აი აქედანვე ჩანს ის, რომ ადამიანის შესაფერი, ესე იგი და ზოგადად ადამიანის შესაფერი არ არის რომელიმე პირუტყვი, არამედ მხოლოდ მამაკაცისთვის არის ქალი შესაფერი, ასევე ქალისთვის არის მამაკაცი შესაფერი. და საქმე იმაშია, რომ ეს ღმერთმა ყველა ჩვენგანს ჩაგვიწერა ბიბლიაში, რომ დღესაც ეს წავიკითხოთ და თუ კი რომელიმე ჩვენგანი აღმოჩნდება აი ამ, ესე იგი პირუტყვთან, აი ამ ცოდვით დაცემული, აუცილებელია რა თქმა უნდა მონანიება და იესო ქრისტესადმი რწმენა, იესო ქრისტეს მიღება უფლად და მხსნელად. იმიტომ რომ იესო არის ცოდვისგან გამომსყიდველი, იგი ამის გამო შეეწირა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, ამის გამო დაღვარა მას სისხლი, ამის გამო მოკვდა და ამის გამო, ესე იგი ჩვენს გამო აღდგა მკვდრეთით, რათა ჩვენ ვიცოცხლოთ მის, ესე იგი რათა მისმა მორწმუნეებმა ვიცოცხლოთ. საქმე იმაშია, რომ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც ესე იგი არ პატიობდეს უფალი, თუ კი რა თქმა უნდა ადამიანს სურს ამ ცოდვისგან საბოლოოდ, ესე იგი გათავისუფლება და ამ ცოდვას მიატოვებს. საქმე იმაშია, რომ ეს ზოგადად სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, თუ კი ბატონ პაატას ჰგონია, რომ აი ეს რაღაცა სახუმარო თემა და მით უმეტეს ზოგადად კახელებს მოიაზრებს აი ამაში, ეს ნამდვილად არ არის სახუმარო, პირიქით ეს არის დამამცირებელი, არასწორი, იმიტომ რომ მე ვერავინ დამაჯერებს აი იმას, რომ კახელები ისე იყვნენ, ასე იგი ყველა კახელი ისე იყოს გაღწილი და გათახსირებული, რომ სახედრებთან ჰქონდეთ ყველა მათგანს კავშირი და არიქა ეს ისეთი ამბავი იყოს, რომ აი აგერ უკვე პაატა გულიაშვილი ანეკდოტებსაც კი ამბობს აი ამაზე და ხარხარებენ ადამიანები ამის მოსმენისას. ჯერ ერთი ბატონმა პაატამ ბევრი რამე არ იცის, ამ ცხოვრების მას არაფერი გაიგება, ეს ჩანს მისივე მოქმედებებიდან, იგივე მისი ერთ-ერთი მის მიერ შესრულებული ერთ-ერთი სიმღერიდან, რომლის ტექსტიც არის აი ასეთი, რომ თუ არა ქეიფი ცხოვრებას აბარა ხიბლი აქვსო. ერთ-ერთ სხვა მომღერალთან ერთად ასრულებს ერთ-ერთ კლიპში ამ სიმღერის ტექსტს. ხლა ამ ადამიანს თუ ეს რაღაცა ტაშფანდური და სმაჭამა ქეიფი და ანეკდოტების მოყოლა ჰგონია ცხოვრების ხიბლი და ამის იქით იგი ვეღარ იყურება, რა თქმა უნდა ამ ადამიანს ძალიან დიდი პრობლემა აქვს და აუცილებელია მისთვის, რომ ბიბლიაში ჩაიხედოს, ისწავლოს პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით ღვთის წერილი ისწავლოს და გაერკვეს ცხოვრებას რა აზრი აქვს, ესე იგი ღმერთი რას გველაპარაკება აი ამაზე, რომ აი ჩვენს ცხოვრებას რა აზრი აქვს. ეს სმაჭამა ქეიფი და მთელი ამბები, რომელსაც ასე უმღერის ბატონი პაატა გულიაშვილი, ამის იქით, ესე იგი თუ კი ადამიანი ამის იქით არ გავიდა, საბოლოოდ ეს სმაჭამაც გამოეცლება, მოკვდება, ჩამოეცლება ეს სხეულიც და საბოლოოდ სულსაც დაიღუპავს ადამიანი, თუ კი ამის იქით არ წავიდა. ჯერ კიდევ, ესე იგი პავლე მოციქული
საყვედურით წერდა ქრისტიანებს, რომ კორინთოში, ქალაქ კორინთოში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა პავლე მოციქულმა წერილი, რომელიც წერილიც არის ასევე ბიბლიაში შეტანილი და მოიძიეთ აგერ ვისაც არ მოგიძიებიათ პავლე მოციქულის წერილი, პირველი წერილი კორინთელთა მიმართ. ბიბლიაში ახალი აღთქმის ნაწილში არის შეტანილი კორინთელთა მიმართ პირველი წერილი. კორინთელთა პირველი წერილის მე-15 თავში პავლე მოციქული საყვედურით ეუბნება კორინთოში მცხოვრებლებს, რომ ჩვენო, როდესაც მოვედითო, გიქადაგეთო, რომ იესო მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვისო. დაკრძალული იქნაო და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთითო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როდესაც ჩვენ ამას ვქადაგებთო, მაშინ რაღაცომ ამბობს ზოგიერთი თქვენგანიო, როგორ ამბობს ზოგიერთი თქვენგანიო, რომ არ არსებობს მკვდრეთით აღდგომაო. და მერე მოაყოლებს პავლე მოციქული აი ამას, რომ თუ მკვდრეთით აღდგომა არ არსებობსო, მაშინ ჩვენს ქადაგებებსო, ჩვენს მოღვაწეობასო აზრი არ აქვსო, თუ კი ასე ვთქვათ, ვებრძოდიო ეფესოში ამ ხეცებსო, იგი მოიაზრებს სახარების მოწინააღმდეგე ადამიანებს, თუ კი მათ ასე ვებრძოდიო, რა აზრი აქვსო აი ამასო, თუ კი მკვდრები არ აღდგებიანო, მას ვჭამოთო, ვსვათო, რადგან ხვალ დავიხოცებითო. ესე იგი, თუ ქრისტეს ქადაგებას აზრი არ აქვსო, მკვდრები არ აღდგებიანო, თქვენ რო ამას ლაპარაკობთო, ზოგიერთი თქვენგანი ამას ლაპარაკობსო, მაშინ ვჭამოთო, ვსვათო, ვინაიდან ხვალ მოკვდებითო და რა აზრი აქვს ჩვენს ქადაგებასო, აი მივეცეთო ამ დროებით განცხრომასო. მაგრამ პავლე ამბობს, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, რომელიც არის განსვენებულთაგან პირმშო. ჯერ ქრისტე აღდგა და შემდგომ აღდგებიან